თავი 25. სამთავროში მისვლისთანავე ფესტოსის 3 დღის შემდეგ კესარიიდან იერუსალიმს გაემგზავრა. მუდელმთავარმა და იუდეველთა მთავრებმა აცნობეს მას თავიანთი სარჩელი პავლეს წინააღმდეგ და ევედრებოდნენ მას. სთხოვდნენ წყალობას, რათა გამოეძახა იგი იერუსალიმში, რომ გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ. მაგრამ ფესტოსმა მიუგო, რომ პავლეს კესარიაში დაარაჯობდნენ და რომ მალე თვითონაც იქ მიემგზავრებოდა. უთხრა მათ: ახლა რომელ თქვენგანსაც შეუძლია წამომყვეს და თუ რამე აქვს ამ კაცს დანაშაული, ბრალი დასდოს. მათ შორის 10 თუ 8 დღე დახო და დაბრუნდა კესარიაში. მეორე დღეს დაჯდა მსაჯულის ადგილზე და პავლეს მოყვანა ბრძანა. როდესაც ის მოვიდა, მის ირგვლივ დადგნენ იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველი. პავლეს ბევრ სადამძიმე ბრალდებას უყენებდნენ, თუმცა მათი დამტკიცება არ შეეძლოთ. მან კი თავის გასამართლებლად თქვა: არაფერი შემიცოდავს არც იუდეველთა რჯულის, არც ტადრის, არც კეისრის წინააღმდეგ. ფესტოს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და პასუხად უთხრა პავლეს: იქნებ იერუსალიმში ასვლა გინდა, რომ იქ განიკითხო ჩემს წინაშე ამის გამო? პავლემ უთხრა: კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სადაც ჯერ არის ჩემი განკითხვა. იუდეველთათვის ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება. თუ მართალი არა ვარ და რაიმე ჩამიდენია ისეთი, რომ სიკვდილს ვიმსახურებ, არ გავექცევი სიკვდილს, ხოლო თუ ყველაფერი ტყუილი არაშიც ესენი ბრალს მდებენ, არავის შეუძლია მათ ხელში მიმცეს. კეისრის სამსჯავროს მოვითხოვ. მაშინ ფესტოსი მოეთათბირა თავის საბჭოს და უპასუხა: კეისრის სამსჯავროს მოითხოვ და კეისართანვე წახვა. რამდენიმე დღის შემდეგ მეფე აგრიპა და ბერნიკე მივიდნენ კესარიაში, ფესტოსის მოსაკითხავად. და რა კი მრავალი დღე დახვეს იქ, ფესტოსმა უთხრა მეფეს პავლეზე: ერთი კაცია, რომელიც ფელიქსმა დატოვა პატიმრად. მასზე იერუსალიმში ყოფნისას შემომჩივლეს მღვდელმთავრებმა და იუდეველთა უხუცესებმა. მის დასჯას მოითხოვდნენ ისინი, მაგრამ მე ვუპასუხე, რომ რომაელებს არ ჩვევიათ სასიკვდილოდ გადასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი და სანამ ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა. როდესაც ისინი აქ მოვიდნენ, დაუყოვნებლივ მეორე დღესვე დავჯექი მსაჯულის ადგილზე და ბრძანა იმ კაცის მოყვანა. ბრალმდებლებმა, რომლებიც გარშე მოხვდნენ, ვერც ერთი ბრალდება ვერ წაუყენეს, რომელსაც მე ვარაუდობდი. მაგრამ ისინი რაღაცას ედავებოდნენ მას სარწმუნოებასა და ვიღაც გარდაცვლილი ესოზე, რომლის შესახებაც პავლე ამტკიცებდა ცოცხალიაო. ამ საკითხის გარჩევა რომ გამიძნელდა, ვუთხარი მას: ხომ არ გინდა იერუსალიმში წახვიდე და იქ განიკითხო მეთქი ამისთვის? მაგრამ რადგან პავლემ მოითხოვა, რომ ავგუსტუსის განსახილველად დაეტოვებინათ, მეც ვბრძანე დაცვის ქვეშ ყოლოდათ, ვიდრე კეისარს გავუგზავნიდი. აგრიპამ კი უთხრა ფესტოს: მეც მინდა იმ კაცის მოსმენა, ხოლო მან თქვა: ხვალვე მოусმენ მას. მეორე დღეს, როდესაც მოვიდნენ აგრიპა და ბერნიკე დიდი ბრწყინვალებით და შევიდნენ მისაღებ დარბაზში, 1000-ის თავებთან და ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად, ფესტოსის ბრძანებით მოეყვანეს პავლე. თქვა ფესტოსმა: მეფე აგრიპავ და ყველა აქ დამსწრე კაცნო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც მრავალი იუდეველი მოდიოდა ჩემთან იერუსალიმშიც და აქაც. ყვიროდნენ, მათ მეტი აღარ უნდა იცოცხლოსო. მაგრამ მე ვცანი, რომ მას სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია. და რა კი თვითონ მოითხოვა ავგუსტუსის სამსჯავრო, გადავწყვიტე მისი გაგზავნა. დამაჯერებელი არაფერი მაქვს, რომ მივწერო ხელმწიფეს. ამიტომ მოვიყვანე ეგ თქვენს წინაშე, უფრო კი შენს წინაშე, მეფე აგრიპა, რათა განსჯის შემდეგ მისაწერი მექნეს. ვინაიდან უაზროდ მიმაჩნია პატიმარი გავუგზავნო და არ ვაუწყო მისი დანაშაული.